საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ხართ? მოვიდი, მეგობრებო, მოვიდი. საღამო მშვიდობის ყველას. ერთი წუთით, მეგობრებო. ძალიან გამაწვალა ამ სადგამმა. ამიტომ აბა როგორ ხართ? სალამი ყველას. ცოტა კი ვარ დაღლილი მეგობრებო, მაგრამ მაინც მოვედი. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მაინც მოვედი. საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ვართ? დღეს როგორ ჩაიარა მეგობრებო? უღრმესი მადლობა ყველას. გაიხარეთ მეგობრებო. მოგესალმებით. ორი ამბავი მაქვს თქვენთვის. ნამდვილად ბედნიერი ლაივი მეგობრებო. ორი ამბავი მაქვს თქვენთვის. გაიხარეთ არამიშას. ყველაფრის და მიუხედავად მაინც არამიშას. კარგად. სტაბილურად კარგად. ხა. ჯგუფის წევრები გვაკლია მეგობრებო. ანა მარია გვაკლია. მორგანა გვაკლია. აბა ვნახოთ ეხლა სად გვყავს ესენი. საღამო მშვიდობის ყველას. გაშლა დაიწყეთ. ერთი კითხვა მინდა. არა, კითხვაზე პასუხები არ მაქვს. მრავალი ბედნიერი წლები შეგმატებოდეს ჩემო კარგო. დღიგრძელი ყოფილიყავი. არა, ეხლა მოვედით ამ წუთას. ამ წუთას შემოვედი მეგობრებო. მინდა გადაუზიარო მორგანას. მინდა გადაუზიარო ანა მარიას. მაგრამ სად არის არ ვიცი. ვერ ვნახულობ ესე. გაიხარეთ არამიშას მეგობრებო. ერთი ამბავი ის მაქვს, რომ საბუთი ისევ და ისევ ვერ ავიღე. მორგანა საღამო მშვიდობის. საბუთი ისევ და ისევ ვერ ავიღე მეგობრებო, მაგრამ აი დარდი რო იტყვიან. ხო, მეორე ამბავი ის მაქვს, რომ ჯერ არ ვიცი. მეორე ამბავი ის მაქვს, რომ ქუცურამ დღესაც მომწერა საღამოს მეგობრებო. მეორეჯერ მომწერა უკვე თავისი სურათით. ახალი გაკეთებული აკაუნთით, სადაც არავინ არ ყავს მეგობრები, არ მჯერავს, რომ არავინ არ ყავს მეგობრები. ასე რომ როგორც მოძუნძულდა, ისე წაძუნძულდა მეგობრებო. ისევ და ისე წაძუნძულდა. ხო. კი, ჩემო მეგობრებო, წავაძუნძულე. გაუშვიქ, სადაც ნატრივისული ბუკვიზე. ხო, ჩემი ქუცურა ეს ბოლო დღეებია მოდის, მაგრამ მე უშვებ. მეგობრებო. ერთ-ერთი ნაცნობი, მეტი არაფერი მეგობრებო. ხო, აიდგა ფეხი, მაგრამ ნურას უკაცრავად. ჩემთან ფეხის დასაცდენი ადგილი არ არის მეგობრებო, აღარ არის.
ნამდვილად აღარ არის. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ. ლომები ასეთები ვართ. რა თქმა უნდა. ადრე ვიყავი ესეთი მეამიტი. ლომი და ისიც მეამიტი, მაგრამ ეხლა არა მეგობრებო. ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავთან. დღეს ვეუბნებოდი მორიელს, სხვათა შორის ამ საღამოს. ჩემგან წასული ადამიანი უკან ვეღარ დაბრუნდება. იმ ადგილიდან, საიდანაც მე მივდივარ, იქ უკან აღარ ვბრუნდები მეგობრებო. გამორიცხულია. უკან აღარ ბრუნდები. არც სამსახურში, არც მეგობრებში, არანაირ სიტუაციაში. გამორიცხულია. ეს უკვე კარგად მაგ ჩაბეჭდილი თავში. ხო. ეხლა დავიწყოთ მეგობრებო, ჩვენი ენერგიები დღეს. მე ისედაც ვიცი ეხლა ვინ ხართ და რა ხართ. როგორი ადამიანები ვართ, აქ მე ძალიან კარგად ვიცი მეგობრებო, ასე რომ ხო. ასე რომ მეგობრებო, რა თქმა უნდა, ერთი ჭიქა წყალი რომ შველოდეს, ერთი ყლუპი წყალი რომ შველოდეს. მეგობრებო, იმ ადამიანის, ვინც ჩემგან წასულია და წავიდა, გამორიცხულია რომ გამოვართვა. რომ მომაწოდოს, გამორიცხულია. და მე მას საშველად არ დაუძახებ, არ მიმართავ. გამორიცხულია, აი, იტალიაში ზღვამ რომ გადმოიაროს ეხლა და რომ ვიცოდე რომ ის მე მიშველის, მე მას არ დავურიყავ მეგობრებო, არ აქვს მნიშვნელობა ვინა. მეგობარი თუ დაქალი თუ ძმაკაცი თუ საყვარელი ადამიანი თუ ვინც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს. კარგი, დავიწყებ მეგობრებო. თქვენი ენერგიები მაინტერესებს, თქვენი სიგნიფიკაცია. აი როგორები ხართ, ნახე? საკუთარ თავზე შეყვარებული, ეგოისტები, საკუთარი თავი რო უყვარს და უკვე რო აფასებს. აი ეს ხართ მეგობრებო. აი ნახეთ? ნახეთ სადამდე მოხვედით მეგობრებო? არასოდეს არ უნდა გააკეთო ეგე. რას ქვია მივწერო? არავის არ ვწერ. გამორიცხულია. აი ეს ხართ თქვენ. ეს არის სიამაყის გრძნობა რო აქვს ადამიანს, საკუთარი თავი რო უყვარს და საკუთარ თავზე რო დიდი წარმოდგენა აქვს და თვით შეფასება რო მაღალი აქვს და შეუპოვარი. აა მეგობრებო, რა წერია? შეუპოვარი ადამიანები. ამაყები, აი აქამდე მოხვედით მეგობრებო. აი ეს იყო თქვენი დანიშნულება. საღამო მშვიდობის ანა მარია, წეღან გეძებე და ვერ გნახე, სად უნდა გადმომეზიარებინა. პირველი კარტი ანა მარია, ნერვიულო. ძალიან თვით შეფასება გაქვთ უკვე ამაღლებული. აი ძალიან. და ძალიან კარგია ეს. საღამო მშვიდობის ყველას, ჩემო ძვირფასებო. კიდევ თქვენი ენერგეტიკა. გაავებულები, თუმცა ამავე დროს. და წასვლის სურვილი. ეს უკვე ჩემზეა. ეს სიტუაცია ეხლა უკვე ჩემზეა მეგობრებო. განთავისუფლება და წასვლა. ერთი სული მაქვს, როდის წავალ. აი ესე ხართ თქვენ. მდენად დაიღალეთ ყველაფრით, რომ საკუთარი თავის გარდა არაფერი აღარ გინდათ. საკუთარი თავის სიყვარულის გარდა არაფერი აღარ გინდათ. აი ზუსტადაც. აი ნახეთ. აქამდე თუ იყავით რაღაც დოზით ჩამოუყალიბებლები, მეგობრებო, მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის. რაღაცაზე თუ ვერ იყავით ჩამოყალიბებული, რა გაგიკეთებინათ, როგორ მოქცეულიყავით, ან ზოგადად
რა იყო სწორი და არასწორი, ან ვერ გქონდათ გადაწყვეტილი, ან შიში გქონდათ, ან რაღაცა აი მეგობრებო, აი ეხლა გაქვთ საკუთარი თვითშეფასება მაღალი, რაც იქნება, იქნება, სადაც არა სჯობს, გასვლა სჯობს და აი ეს მომენტი გაქვთ სუსტად. ხო. ამ ჩაკეტილობიდან, ამ კონფლიქტური სიტუაციიდან, ამ გამოუვალი სიტუაციიდან მეგობრებო, გადიხართ. ამ დეპრესიებიდან, აი იცით, იფიქრეთ ბევრი და მერე მიხვდით, რომ აზრი არა აქვს ყველაფერს. ამ ყველაფერს აზრი არა აქვს. ხა, არაფრის გამო არ ღირს თავის მოკლა, არაფერზე არ ღირს დარდი, ფიქრი, ნერვიულობა. არაფერი არ ღირს ამათ, მხოლოდ საკუთარი თავი. მხოლოდ ის ადამიანი, ვინც თქვენზე იფიქრებს, მხოლოდ ის სიტუაცია, რაც თქვენთვის უკეთესია და ხო, შეცდომების გამოსწორება. აი ზუსტად მეგობრებო. სიტუაციის აღიარება, მიღება, გაშვება და განთავისუფლება. ნახეთ? ხო. კი, თქვენი სიტუაცია მეგობრებო, ძალიან გულგატეხილები ხართ, მაგრამ არა უშავს. არა უშავს. ბევრად უკეთესად გახდებით ძალიან მალე. რა მნიშვნელობა აქვს, როგორც ხართ ეხლა, არ აქვს მნიშვნელობა მეგობრებო ამას. ამას არა უშავს, ეს არის კიდევ ერთ-ერთი თქვენი გაკვეთილი. ჭკუის სასწავლი გაკვეთილი, ასე რომ არა უშავს. ხო, ყველაფერი გამოსწორდება. კიდევ თქვენი სიტუაცია. ძალიან ბევრი თქვენთაგანი, ძალიან ბევრი არა, თითქმის ყველა, ძალიან ბევრს მოგზაურობთ სოციქსელებში. აი მე მაგალითად. ყველაფერი მაინტერესებს. ვინ, სად, რა, როგორ, როდის. ხო, მეგობრებო. ხშირად უყურებთ საათს. ხო, ხშირად უყურებთ საათს. კი. ყოველთვის მაინტერესებს რა დროა, როდის აღამდება, როდის გათენდება, როდის. ეს ჩემი პოზიციაა. ნინი გაიხარე, უღრმესი მადლობა. ხო. ბევრი ფიქრობს თუ როდის გამოხვალთ ამ ლაბირინთიდან. ბევრი ფიქრობთ თუ როდის სად გაიქცეთ, ვის დაემალოთ, ან ვის გაექცეთ, არ ვიცი რას გაუვიხართ მეგობრებო, მაგრამ რაღაცა როგორი სიტუაცია გაქვთ, იცით, გასაქცევს ეძებთ თუ გაქცევაზე ხართ უკვე. ხო, აი ზუსტად, მეგობრებო, ხვალ არა და ზეგ მე გავიქცევი ზუსტად, ცეკვით ოღონდ. შიშმორეული ფიქრებით კი არ გავიქცევი, ცეკვით მეგობრებო. დღეს ორი დიდი ჩამადანი გადავიტანე. ხო. რა თქმა უნდა. აი ასე მეგობრებო, მივდივარ, არა მივქრივარ. იცით რა მოგენატრათ? მე გეტყვით ახლა თქვენ. აი ადამიანებში თავისუფლება მოგენატრათ, გარეთ გასვლა მოგენატრათ, აი რაღაცნაირი თავისუფლება, სულიერი თავისუფლება მეგობრებო. ძალიან გენატრებათ სულიერი თავისუფლება. ძალიან გენატრებათ რაღაცნაირი სიმყუდროვე, გარემო, თბილი მყუდრო და აი რო ხარ დაწოლილი და რო არაფერზე რო არ ფიქრობ. აი რაღაც ეს სიტუაცია გენატრებათ. აი ჩემ სახლში მინდაო. ამ ბოლო დროს მეც ხშირად ამას ვამბობ, რომ სახლში მინდა. დედასპიცა ვარ. მე 4 წელია, მე 5 წელი დაიწყო იტალიაში ვარ, მეგობრებო და ჯერ არ მithქვია წასვლა, ეხლა მინდა წასვლა. კი, სულ ჩამადანზე ვზივარ არა მარია. კი. შარშან ვიყავი წასული მეგობრებო, 3 თვე ვიყავი შარშან.
3 წლის მერე შარშან წავედი, 3 თვე. მე ჯერ მასე ვერ წავალ, საბუთი არ მაქვს. კარგით, გავაგრძელოთ მეგობრებო. აი ძალიან გული გაქვთ დამძიმებული. შორს ხართ ყველაფრიდან მეგობრებო, ნახეთ. გული როგორ გაქვთ დამძიმებული, ყველაფრიდან შორს ხართ. ყველადან და ყველაფრიდან შორს ხარ. ძალიან გენატრებათ ადამიანებთან კონტაქტი, ძალიან გენატრებათ მეგობრები, აი ადრე რო გქონდათ ალბათ არ ვიცი ვის რა გქონდათ, მაგრამ აი გენატრებათ ეს კი, აი თუნდაც გარეთ გასვლა, თავისუფლად გასვლა გენატრებათ. დედა მეგობრებო, საერთოდ არ უნდა ვიმუშაო ცოტა ხანი. ხო? აი ეს თავისუფლება გენატრებათ. აი ეს მზეზე, აი ესე ყოფნა გენატრებათ თუნდაც. კიდევ. არ ვიცი ვის ემალებით, რას ემალებით, ვის გაურბიხართ, საზღვრები გაქვთ აღმართული. დიდი ხანია თან მეგობრებო. მეც, ნინი, მეც. საზღვრები გაქვთ ამართული ყველანაირად მეგობრებო. ყველაზე დიდი საზღვარი და დაბრკოლება არის ურთიერთობა თქვენთვის. ესაა ყველაზე დიდი დაბრკოლება თქვენთვის. ხო. მე გეტყვით ერთს მეგობრებო, ბევრი შემთხვევაში არის მაგია. იმ ურთიერთობაში, რაზეც გული წყდებათ. აქ არის მაგია. ადამიანების ჩარევები, ზეწოლა, ზემოქმედება და აზეისტვია. მაგია. არ გამოვრიცხავ მეგობრებო და თქვენი პარტნიორი, შეიძლება თქვენ არ გქონდეთ გაკეთებული, მაგრამ იმდენად ახლოს ხართ პარტნიორთან ენერგეტიკულად, რომ არაა გამორიცხული, რომ მისგან თქვენთან გადმოდიოდეს. ენერგეტიკულად გადმოდის მეგობრებო და ეს არის, რომ აი გული გაქვთ დამძიმებული. კიდევ ერთი ორი კარტი. ძალიან ბევრს ფიქრობთ ფასეულებაზე, ღირებულებაზე, თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, თქვენთვის ღირებული და ფასეული რა არის. ანუ უყურეთ რა ხდება მეგობრებო, ნახეთ აქ რა არის ახლა. გავამახვილებ ყურადღებას რაზე, ნახეთ. დააკვირდით შავი და თეთრი. თქვენ უკვე იქამდე მოხვედით, მეგობრებო, ცუდად არ გამიგებთ, იმედია. შავი და თეთრის გარჩევა ისწავლეთ. ეს ცუდი გაგებით არა, კარგი გაგებით. თქვენ უკვე იქამდე მოხვედით, რომ შავი თეთრი ვერ იქნება და თეთრი შავი ვერ იქნება. ანუ შავი და თეთრი ერთმანეთში არ გერევათ, მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ კი. აი ეს უკვე ძალიან კარგად იცით. ხო. აღიარებაც მიყვარს ანა მარია. მეც ზუსტად ვისწავლე. ძალიან ვისწავლე საკუთარი თავის ფასი. დედას ფიცავარ. კი. კიდევ რა ისწავლეთ? აი წეღარ რაც თქვი. აი პირველი წინადადება რაზე დავიწყე ლაპარაკი. იქ საიდანაც წავალ უკან არ ბრუნდები. იქ საიდანაც ერთხელ წავალ უკან არ ბრუნდები მეგობრებო. აი ეს ისწავლეთ. ხო, და კიდევ პირიქით. ის ვინც თქვენგან წავა ესე, უკან არ იბრუნებთ იმას.
აი ესეც ისწავლეთ მეგობრებო უკვე თქვენ, ესეც უკვე იცით. აი ესაა ზუსტად შავი და თეთრი. რას ქვია, სად გამოიყენებ არ იცი? ორგანა იქ გამოიყენებ, სადაც დაგჭირდება. ხო. ნებით თუ უნებლიეთ, ყოველთვის გამოიყენებ. რაღაცნაირად გამოიყენებ, კი. ხო. ის ისწავლეთ, რომ დასასრულებელი ურთიერთობა უნდა დატოვოთ. უნდა დაასრულოთ. სადაც არ ასჯობს, გაცვლა ასჯობს. გაცვლა ასჯობს. აი მეგობრებო, ეს ისწავლეთ. ტყუილ ლოდინს რომ ფასი არ აქვს. ტყუილად ლოდინი რომ არ ღირს არავისთვის. აი ეს ვისწავლებ მეგობრებო. კი, მეც ვისწავლე. რისკი ვისწავლე, წასვლა ვისწავლე და გარისკვა ვისწავლე. გავრისკავ და წავალ. უფალს მადლობა ამისთვის. საკუთარ თავს ვაპატიოთ მეგობრებო, რაც დავუშავეთ. ხო. უფალს მადლობა ამისთვის. და ცხოვრების გაგრძელება, თავიდან დაწყება. ამ ავადმყოფური სიტუაციიდან გამოსვლა მეგობრებო. აი ინტუიცია. ეხლა მეგობრებო, უნდა ჩართოთ თქვენი ინტუიცია. თქვენ გულს უნდა გაუგოთ. ეხლა ის არ მითხრათ ჩემ გულს რომ უყვარს ის და ესე იგი ის უნდა ავირჩიო. მეგობრებო, გულს მოусმინეთ. არა იმიტომ რომ პარტნიორთან დაბრუნდეთ, გინდა თუ არ გინდა ეხლა ამის თქმით. არა. ყველა კითხვაზე პასუხი თქვენ იცით. თქვენ სხეულს მოусმინეთ, რა დროს რას გეუბნებათ მეგობრებო. ძალიან კარგად დააკვირდით თქვენს ინტუიციას მეგობრებო. ინტუიცია. ამას დააკვირდით. მეტი არაფერი. ესაა თქვენი პირველი მაშველი რო იტყვიან. არც მე. ხო. ეს ინტუიცია გეტყვით, თუ როდის რა უნდა გააკეთოთ და როგორ უნდა მოიქცეთ. თუმცა ის რაც თქვენ გაიარეთ მეგობრებო, თქვენ ამ გზას მაინც ვერ აცდებოდეთ, იმიტომ რომ ეს იყო თქვენი რაღაც კარმული ვალი თუ გაკვეთილი კარმასთან დაკავშირებული ვალები, როიტყვიან, რომ აი თქვენ ეს მიჯაჭულობა, ეს მიჯაჭულობა რო ადამიანებს უმეტესად ეჯაჭვებით, სიტუაციას ეჯაჭვებით, სამსახურს, ფინანსებს, აი რაღაც ჩვენს გვაქვს, არა მარტო პარტნიორს, რაღაცები ჩვენს გქონდა გამოსასწორებული, ამიტომ აი ეს იყო ყველაფერი ზუსტად. და მადლობა უფალს, რომ აი აქამდე მოხვედით, რომ თქვენ ეს ყველაფერი დაძლიეთ, მეგობრებო, კი. ესეთია თქვენი ენერგიები, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ხო, არაფრის შეგეშინდეთ. მოკლედ. ესეთი იყო თქვენი დახასიათება. და თუ კი ემთხვევა თქვენს ენერგიას, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ამ შემთხვევაში მოსმენა. ამინ, ამინ, ანა მარია. მოკლედ, დღეს რაზე გავაკეთოთ გაშლა, ჩემო მეგობრებო? ეხლა უნდა გავაგრძელოთ თქვენი პარტნიორის. დღევანდელი ჩვენი პარტნიორის
ენერგიები. აი, რა უნდა ბაჟბატონს რომ მომწერა? ოჰო, მეგობრებო, რამდენი რამის თქმა უნდა, ნახეთ, ამოცვინდა კარტები. რა მიზანი ქონდა ერთი ბაჟბატონს დღეს, რა ენერგიებში იყო დღეს რომ მომწერა მეგობრებო? კი არ მომწერა მეგობრებო, მეგობრობაც მიგზავნიდა. ისევ ინსტაგრამზე მიგზავნიდა მეგობრობას. ძალიან მაინტერესებს ეხლა რომ დავუბრუნე უკან და უარი ვუთხარი. რა სიტუაციაშია ეხლა თვითონ? ძალიან მაინტერესებს ენერგიები მისი. ჩაიფიქრეთ ხო პარტნიორი მეგობრებო, კაი დროსია. ჩაიფიქრეთ პარტნიორი და გავარკვიოთ ეხლა მისი ენერგიები. თქვენებურად ჩაიფიქრეთ, მე ჩემებურად ჩავიფიქრებ მეგობრებო. ერთიანობაში პასუხს გავიგებთ. ჩაფიქრებული პარტნიორის ენერგიები, ჩვენი პარტნიორის ენერგიები. შორს იმყოფება. ხო. პარტნიორი და კაი ცხოვრება არა. პარტნიორთან კაი ცხოვრება, მეგობრებო, ასეთ პარტნიორთან არა, არ გვინდა. ეს ადამიანი ახლა შორსაა, ესეც შორსაა, ამ ადამიანს აქვს რაღაც დაბრკოლებები. თითქოს ყველაფრიდან შორსაა, თუმცა მე ვერ ხედავ შორს. რაღაცით შეყრობილია. ნაბლუ დაწელ რაღაცას ჩუმად აკვირდება. მისთვის ძალიან მოულოდნელ სიტუაციას შეესწრო, არ ელოდა რაღაცას, ნახეთ მეგობრებო, აქ არის აწერია მოულოდნელობა ნიაჟიდან ეს რაღაც მისთვის მოულოდნელი რაღაცა მოხდა. კიდევ როგორ ენერგიებში დაინახეთ ხო მეგობრებო როგორაა თქვენი პარტნიორი. აი მეგობრებო ასია კი საცოდავი. დაინახეთ ხო? მე კი ვარ კარგად, მაგრამ თქვენი პარტნიორია საცოდავად წაქცევაზე, ამოყირავებაზეა მეგობრებო და ნახეთ რა კარტი ამოვარდა, შანსელოდება. ძალიან აგრესია აქვს კი. მოგავაბუნძული აგრესია აქვს მეგობრებო. თქვენს პარტნიორს ძალიან დიდი აგრესია აქვს. მოულოდნელი იყო მისთვის ეს ყველაფერი. არ ელოდა ამ ყველაფერს, დედასპიცავა. კიდევ მისი ენერგიები, თქვენი და ჩემი მიტოვებული, მიგდებული ძალიანაც კარგი. უნდოდა მეორე შანსი, კიდევ ერთი შანსი უნდოდა, მოგვისინჯა კბილი. ვისთანაც არ მოუსინჯია, მოსინჯავს მეგობრებო. არ ინერვიულოთ, მოსინჯავს. მაგრამ დარჩა მიტოვებული, მიგდებული. არა ბიჭოს. ძალიან ლამაზი ხართ მისთვის, ძალიან მომხიბვლელები ხართ მისთვის. აი ძალიან აი არის თვალის მომჭრელები ხართ მისთვის. მოსინჯა კი ხო? კი. ამდვილად უნდა გაგიჟდეს. რატომაც არა გაგიჟდეს. არა ბიჭოს. ხო, თავის გახლართულ მახეშია მეგობრებო. უნდოდა რომ თქვენ გახვეულიყავით ამაში. თქვენ კიდევაც იყავით გახვეულები, მაგრამ ასეა თუ ისეა გამოძვერით აქედან. ეხლა თვითონ ამაში. აი რა უნდა თქვენთან. ბები მისისამა. აი რა უნდა მეგობრებო. ხო. აი მეგობრებო, ხელფეხ შეკრულია, ვერაფერს ვერ აკეთებს. ძალიან დიდი სტრესი აქვს. გაუგებრობაშია, კამათშია, ჭყუფშია. გული აქვს დამძიმებული. ძალიანაც კარგი. ეკუთვნის. კი უნდა ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ მეგობრებო, რაც დათესა, იმას იმკის. ასია ხო? ეხლა უყურეთ. ეხლა მეგობრებო, სიმინდის მარცვალს რო ჩააგდებ, იქ ტყემალი რო არ ამოვა, ხო ვიცით. რაც დათესა, იმას იმკის. ბედნიერი ვარო? ვინ გითხრა? არ მოტყუდე. ეს ყველაფერი არის თეატრი.
რას ქვია ბედნიერი? ბედნიერი თუ შე რატო გწევს ამ ყველაფერს? ვინც ბედნიერია, ის მალავს. ასე გიყურებთ? აუ, არ დამიბროკოს მეგობრებო. ასე გიყურებთ? როგორი სექსუალურები ხართ, როგორი მიმზიდველები ხართ, როგორი იპრანჭებით, როგორი ეშხიანები ხართ. აი როგორ იწვევთ ამ ადამიანს, სპეციალურად აკეთებთ რაღაცას. აი მე მაგალითად, მეც რატომაც არა, მინდა და ვაკეთებ. ხო. აი მასში აღვიძებთ ენერგიას. ანა მარია. ხა. აი ასე. ავქნათ ახლა. არის და რა უყოთ. ანა მარია მსოფლიო მაღაზია გადასული, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ? ხა, მეგობრებო, დამწყევლეო, ასე ამბობს. შენ დამწყევლეო. მე ჩვენ კი არ დავწყევლეთ. მან დაიწყევლა მისი თავი. რაც გააკეთა, იგი უბრუნდება მეგობრებო. ანა მარია რა საზიზღრობა? ჩვენ ვარაში ჭამა. ბუავო. ხა. მოკლედ მეგობრებო, ნახეთ, ამ ადამიანმა საკუთარ თავთან აღიარა, რომ უყურეთ მეგობრებო, ერთია ის პირველი რომ შეიძლება ფიქრობს რომ თქვენ რაღაცას უკეთებთ. პირველი ეს თვითონ ფიქრობს ასე. ხო და მეორეა კიდევ ის რომ ამ ადამიანმა აღიარა თავისი დანაშაული და თავის წილ გაკვეთილს გადის. კი. კიდევ. ხო, აი ნახეთ მეგობრებო. როგორ უნდა თქვენთან მოგუცურება. ძალიან ენერგიულობს, ძალიან ენატრებით. ხა. აი როგორა განდეგილის პოზიციაში. უხდება იყოს მეგობრებო. ეხლა რა მინდა გითხრათ? ქალბატონების შემთხვევაში არის ესეთი. ამ ადამიანს აქვს ის ენერგიები, რაც თქვენ უნდა გქონდეთ. ესე იგი, თქვენ უნდა ინაზებოდეთ და თვითონ ინაზება. თქვენ უნდა იფასებდეთ თავს და ის იფასებს თავს. აი ასე ვიტყვი. მიხვდებით, რასაც გულისხმობ. აქეთ უნდა გეხვეწებოდეთ და იქეთ უნდა რომ ეხვეწოთ. ხო. თვითონ წავიდა. თვითონ დაასრულა ეს ურთიერთობა მეგობრებო. თვითონ გარისკა. ხო და ეხლა ზის და ესე საათს უყურებს და გულგატეხილი ფიქრობს ამ ყველაფერზე რომ ეს რა გავაკეთე. პირველი კარტი იყო თქვენი დახასიათების მაგის ზუსტად. უკეთესი ვარიანტი გავხდი აწი ჩემი თავისთვისო. პირველი კარტი იყო მაგის ზუსტად თქვენს დახასიათებაში. ხო. კიდევ რაო. ძალიან ცუდათაა მეგობრებო. იმას რასაც გაჩვენებთ, არ დაიჯეროთ. ეს ადამიანი გადის კარმულ გაკვეთილს. წარე კარმულ გაკვეთილს გადის. იმ ცხოვრებიდან გადმონაშთია ეს. წარსული ცხოვრებიდან. იმიტომ ესე წარსულ ცხოვრებაში ამ ადამიანს იგივე შეცდომები ჰქონდა და შეიძლება კიდევ უფრო უარესი. გულგატეხილი, გულდამძიმებული, მოკლული. აი რო იტყვიან, მკვდარი, ცოცხალ მკვდარია, ნახეთ რა წერია. განადგურებულია მეგობრებო. ჩვენთანს ამირჩევა. რა თქმა უნდა, საკუთარი თავი ყოველთვის მეგობრებო.
უღრმესი მადლობა მორგანა. უღრმესი მადლობა. მეგობრებო, ნახეთ უბრალოდ როგორი კარტებია. სასწაულათაა, მეგობრებო. ტირის ბღავის შეიძლება ბევრი სახის იხოკავდეს. აი ძალიან ცუდათაა. აი დაცემულია, სულიერად დაცემულია უკვე. აი უკვე მოთბინების ძარღვი გაუწყდა ამ ადამიანს. უკვე всё. აი ზუსტად ესე გააგრძელეთ მეგობრებო და დაინახავთ შედეგს. კი? აი ზუსტად ესე უნდა გააგრძელოთ. უღრმესი მადლობა მორგანა. აი ესე უნდა გააგრძელოთ მეგობრებო ზუსტად. აი ამ ადამიანს მეგობრებო, კი, აქაც არის. კი, თქვენს ურთიერთობაში არის ჩარევები მისი მხრიდან. მისი მხრიდან არის ჩარევები, ბევრი შემთხვევაში მისი მხრიდან. კი, ეს შეიძლება იყოს სამკუთხედიც. არ გამორიცხავ, ამ ადამიანს ძალიან დიდი სინანული აქვს, ამ ადამიანს ძალიან უნდა ბოდიშის მოხდა, ძალიან ნანობს თავის აქციებს, უნდა რომ აპატიოთ, ძალიან უნდა რომ აპატიოთ და ამ ადამიანს ძალიან უნდა დაბრუნება. დაბრუნება იქიდან, იქ უნდა, საიდანაც რეალობას გაიქცა. მეგობრებო, ხა მე არ ვიცი ეს რამდენად მისაღებია თქვენთვის, უბრალოდ ეს არის მისი ენერგია ეხლა და მისი დახასიათება აი ამ წუთიერი. ხო, რა თქმა უნდა, ჩამოენგრა თავზე, არა? აბა როგორ? ასე რომ მეგობრებო, ამ ადამიანს უკვე ძალიან უნდა რომ ეხა ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ თვითონ ამბობს რომ ბოდიშის მოხდა უნდა, დაბრუნება უნდა იქ, საიდანაც გაიქცა. საიდანაც რეალობას გაიქცა. ხო. ფანტაზიებში და ილუზიებში წარმოგიდგენთ ეს ადამიანი. შეიძლება იყოს მწეველი. მეგობრებო, არ ვიცი რამდენმა იცით, რომ მე ხის ნამწვავებზე, ცეცხლზე და ესეთ ხის აი ხეს რო ცეცხლი წაუკიდო ბუხარზე, აი ესეთ რაღაცებზე ძალიან ბევრ რაღაცებს ვხედავ. აი აქ იცით რამდენ რამეს ვხედავ ეხლა? მე ვხედავ რომ ეს ადამიანი ზის და სიგარეტს ეწევა. შეიძლება უყვარდეს კიდევ რაღაც ქუდის დახურვა, კეპკიანი ქუდი ან რაღაც ქუდებს იყენებს ეს ადამიანი, შეიძლება იყოს კაპიშონი, შეიძლება იყოს მოგრძო სპირის სახის ადამიანი, რაღაცნაირი ცხვირით. აქ წერას ვაკეთებ. აი ესე უყვარს ხშირად ნიკაპზე ხელის მიტანა. თითქოს ნიკაპის ქვეშ ესე უყვარს ხელის მიტანა ამ ადამიანს. ხო. კიდევ რა ერთი წუთით მეგობრებო, ხა მე ამას კარგად დავაკვირდები. კიდევ რა მეგობრებო. გაბრაზება უყვარს. ხშირად იცის წაბზუება, აი რო იტყვიან, ცხვირი წამიბზო, აი რაღაც ისეთი გაბრაზება იცის სხვანაირი, გაბუტული გაბრაზება იცის რაღაცნაირი, აი არასასიამოვნო. მე აქ ვხედავ კიდევ უпростурად ხედავთ თქვენ, აი ეს სულხელებ გაშლილი რაღაცას უმტკიცებთ ამ ადამიანს. ხო, ასე რომ მეგობრებო, ამ ადამიანს შეიძლება უყვარდეს კიდევ ბუნებაში სეირნობა, ესეც არ არის გამორიცხული. წყალთან ახლოს ან ტბასთან ახლოს სეირნობა უყვარდეს. კიდევ რას ვხედავ აქ? ხო. მოკლედ მეგობრებო,
ძალიან ბევრს გიხსენებთ ეს ადამიანი. ძალიან ბევრს იხსენებს იმას, რაც გქონდათ თქვენ ურთიერთობაში. იხსენებს იმას, რომ როგორ ტაკი მასხარაობდა თქვენთან. ამას იხსენებს. კი. ცირკისტი, ეს არის ადამიანი ცირკის მსახიობი. მეგობრებო, სამწუხაროდ. ამიტომ რა ვქნათ? ხო. აღარ გეტკინება უკვე. უკვე აღარ გეტკინებათ, იმიტომ ეს იყო თქვენი გავლილი ტრანსფორმაცია. ძალიან კონფლიქტურ სიტუაციაშია მეგობრებო ეს ადამიანი. ბუნებაზე განაწყენებული რო იტყვიან. სხვადასხვანაირი წყენები და გაბრაზებები აქვს. ყველაფერზე ბრაზდება ეს ადამიანი. აი ნახეთ ხო? აი როგორ ელვა რო გაბრაზდება წვიმა და აი რო ელავს და ჭექავს ისეა მეგობრებო. ხო. ლილია. ამ ადამიანს დაბრუნება უნდა. თითქოს პასუხისმგებლობის აღება უნდა, მაგრამ ეს არის ტოქსიკური სიტუაცია, ტოქსიკური ურთიერთობა თქვენთვის. ეს ადამიანი ყოველთვის იმყოფება ტოქსიკურ ურთიერთობაში. შეიძლება ხასიათი კონდეს ესეთი ტოქსიკური. ახლა მეგობრებო, როგორია? სულ კამათობს. სულ რაღაცას დაადბვის იქეთ-აქეთ. პაექრობს, სულ ვიღაცას ეჯიბრება. სულ რაღაცა და სულ რაღაცა. ხო. მოკლედ ამბობს, რომ იყო თქვენს ურთიერთობაში ჩარევები ადამიანების, თუმცა ამ ადამიანს ძალიან დიდი სურვილი აქვს ისევ და ისევ იმეორებს დაბრუნების. კი. ეხლა არ ვიცი რამდენად მიიღებთ ამას, რასაც ვიტყვი, მაგრამ ამ ადამიანმა გაიაზრა უკვე ყველაფერი. ამ ადამიანმა მიხვდა უკვე რაშიც არის საქმე. სად დააშავა, რა დააშავა, ვინ ჩაერია, ვინ რა გააკეთა. ვინ მისთვის ვინ არის კარგი და ცუდი, ეს უკვე მიხვდა მეგობრებო. ამიტომ ნახეთ რა წერია ვიპალნენი ზადუმანავა. ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება თავისი ფიქრები მოიყვანოს რეალიზაციაში. გამოღვიძებას დაიწყებს მეგობრებო. ხო, ესეც არის უფრო ნეგატიური კი. ეს არის უფრო ნეგატიური. თუ კი თქვენს პარტნიორს ქონდა რაიმე მაგიური ჩარევა, მეგობრებო, გავიმეორებ. ენერგეტიკულად გადმოდის თქვენზეც. იცის ცუდი სიზმრები, იცის გამონაყარი ტანზე, იცის ენერგეტიკულად თქვენზე როდესაც გადმოდის მეგობრებო და მე გეუბნებით რომ თქვენს პარტნიორს რაღაცა ქონდა ნეგატივი და რომ ეხლა მე შემაბრუალა უცებ. ძალიან თავბრუდ ამეხვა დედას გეფიცებით, ასე რომ რაღაცა ნეგატივი არის, მისგან მოდის, მისი მხრიდან მოდის, ამიტომ შეეცადეთ რომ აი რაღაცნაირად მეგობრებო, ცოტა წმინდები მაინც გაიკეთოთ. ხო. ამ ადამიანსაც აქვს თავისი კარმა. ყველას აქვს თავისი რაღაც ვალი გადასახდელი მეგობრებო. თუმცა რისკი უყვარს. ეს ადამიანი თუმცა რისკიანიც არის და ხო, კი, გამორიცხული არ არის, თუმცა გარისკავს კიდე რაღაცას მეგობრებო. მე არ ვიცი ახლა რაღაცის გარისკვაზე საუბრობს. შეიძლება უყვარს რისკები, მაგრამ თავგადასავლები უყვარს ამ ადამიანს. კი.
ვის უნდა შეხვდე შალვა? შალვა რა იყო მორიელ? ხო. თავგადასავლები უყვარს. კი, ექსტრემალურია ეტყობა ძალიან. ნუ ეხა ყველა არა მეგობრებო, მაგრამ ხო. ბევრი შემთხვევაში ექსტრემი უყვარს. ეხა ექსტრემალური ქალი ვერ იქნება შეიძლება, მაგრამ მამაკაცები, ქალბატონებო, თქვენი პარტნიორის შემთხვევაში ეს ადამიანი ძალიან ისეთია. ხო, უყვარს ესეთი რაღაცეები. პარაშუტები. მოკლედ ესეთი იყო თქვენი პარტნიორის დახასიათება, მეგობრებო, და ეხლა ისევ და ისევ მინდა მისი გამოჩენის სადღეგრძელო დავლიოთ, მეგობრებო. საღამო მშვიდობის. კი, მეც გეთანხმებით მეორედ დავიბადე, რასაც ქვიაო. მეც მოკლედ, მეგობრებო, ჩვენ გაგველოდება და ყველაფერი კარგი, არაფერზე არ ინერვიულოთ. ეს თქვენმა პარტნიორმა იკითხოს თუ არა, თქვენ რაც გელოდებათ, მე ვხედავ აქ. ყველაფერი კარგი. ხო. რა თქმა უნდა. ადამიანი, რომელიც სიბოროტეს არ ჩაიდებს გულში და ის იქნები, ვინც ხარ. ადამიანს, რომელსაც არანაირი დაბრკოლება არ გაგაბოროტებს. ადამიანობას არ დაკარგავ, ცოდვამადლს არ დაკარგავ. იმ ადამიანს ყოველთვის აქვს საშველი, მეგობრებო. ანამარია ვის აქორწილებ? მორიელს ეჩქარება რაღაც ქორწილი, მაგრამ დედოფალი არ ყავს. პატარძლო ქორწილი გვაქვს. ხო. ამფერი არ გვაწყობს. მოკლედ, მეგობრებო, მითხარით დღევანდელი ჩვენი თემა. გელოდებით. მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი საჯარო, მომავალი. აქ დაწერეთ. მომავალი რა იქნებაო? ჩვენი მომავალი, კარგი იყოს ჩვენი მომავალი. გადავიწვი, რომელი გადავიწვი, არა გადავიბუგეთ, მეგობრებო. დავიფერფლეთ მოკლედ რა. ჩვენი მომავალი. მოდი ნოემბერზე გავშალოთ, გინდათ, მეგობრებო. მოდი ვნახოთ ნოემბერის თვეა. მოდი ნოემბერი ვნახოთ. ნოემბერზე ხომ უნდა გავშალოთ, ეხა თვე დაილია. გავაკეთოთ ნოემბერი. როგორ იქნება ნოემბერი? როგორ იქნება ნოემბერი? საჯარო გაშლა. საჯარო ლაივი გვაქვს, მეგობრებო. როგორ იქნება ნოემბერი? რა შემოვა და რა წავა ნოემბერში? რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავითვალისწინოთ? რას ვიყიდით ახალს, რას შევიძენთ? ვინ ბინას შეიძენთ? ვინ მანქანას შეიძენს? ვინ აგარაკს შეიძენს? რატომაც არა?
მოკლედ დავიწყოთ მეგობრებო. ნოემბერი. როგორი იქნება ნოემბერი? დავიწყოთ ნოემბერი. არ მეგობრებო. ნოემბერი როგორი იქნება და ნოემბერი დაიწყება გამბედაობით, ძალის მოკრებით, გულადობით, მამაცობით, ენერგიით სავსე, თვე გელოდებათ. ენერგია, სადაც არ გექნება ჩიში. ენერგია, სადაც ყველანაირ დაბრკოლებას გადაალახავთ. უკვე აღარ იქნება მძიმე. აღარ იქნება რთული, აღარ იქნება მტკივნეული. არაფერი აღარ გედარდებათ უკვე. მიყვებით ყველაფერს. მიყვებით იმ დინებას, რაც გაქვთ. უშიშრად და ყველანაირი რაც არ უნდა დაბრკოლება შეგხვდეთ, მეგობრებო, უკვე აღარ გეშინიათ. ძალიანაც კარგი ნოემბერი. ძალიანაც კარგი. ნოემბერი გვპირდებათ ძალიან ბევრ მოულოდნელობას. 2 დღეში, 2 ვადაში, მეგობრებო, 2 ვადაში. 2 კვირა, რადგან ნოემბერზე ვსაუბრობთ, 2 დღიდან 2 კვირა. 2 რიცხვთანაა დაკავშირებული. მოულოდნელობას ელოდეთ. ეს შეიძლება ეხებოდეს ხმლების რაინს. მეგობრებო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს შეიძლება კიდევ იყოს თქვენი მეორე მხრივ იყოს თქვენი პარტნიორი, რომელიც გაგაუცებთ და პირის დაგრჩება დღეა. კიდევ როგორი იქნება ნოემბერი? კი, ძალიან ბევრ სურვილს აისრულებთ. ძალიან ბევრ სურვილს აისრულებთ. ამ ნოემბერში. ხო, მეგობრებო, ვის ძველი გინდათ და ვის ახალი. კიდევ. ძალიან ბევრი სიახლე გელოდებათ. ძალიან ბევრი საუბარი გელოდებათ. ძალიან ბევრი შეტყობინება გელოდებათ. ძალიან ბევრი ახალი ამბები გელოდებათ, მეგობრებო. კი ბატონო, თქვენ ახალი ადამიანი ჩაიფიქრეთ, მეგობრებო. ძალიან ბევრი სიახლეები გელოდებათ. კი ბატონო. კიდევ ნოემბერი, რა თქმა უნდა. კიდევ სიყვარული გელოდებათ, რაც მთავარია. წარმატება გელოდებათ. სულ მალე, მეგობრებო, სულ რაღაც 2 ვადაში. ხო, შედეგები ძალიან მალე. ნოემბერში ნახავთ ძალიან ბევრ შედეგებს. ჯერ ერთი იქედან რაც დათესეთ, იმას მოიმკით. რას იკეთეთ დათესეთ, რაზეც იმუშავეთ აქამდე. რაშიც ჩადეთ ძალიან დიდი ენერგია, რისთვისაც დაიხარჯეთ, რისთვისაც ბრძოლობდით. ეს ხო ბრძოლის კარტია. ამავე დროს. აი, მეგობრებო, ნახეთ. 1 2 3 4 5 6. მეგობრებო, რო ვთქვათ 1 კვირა. პირველივე დღეებიდან დაინახათ თქვენს შედეგს. ნებისმიერი მიმართულებით. შეიძლება იყოს პარტნიორული ურთიერთობაც და შეიძლება იყოს ის სფერო, რაც თქვენ ძალიან გაინტერესებთ. ხო. ნახეთ, რაზეც ოცნებობდით. დედა მეგობრებო, რა გავაკეთო? პარტნიორიც მოდის. ადამიანი, რომელიც გიახლოვდებათ. კი, ახალი მეგობრებო. რაღაც ახალი, ვიღაც ახალი ადამიანი შემოდის თქვენ ცხოვრებაში. დედას ვიცავარ. აი, მეგობრებო. ბზუ. აიგონეთ, ხო? ბზუილი. ხო. აი ისიც. მორიელ, რა არის ახლა ეს? მორიელ, რა არის ახლა ეს?
მეგობრებო, თქვენ იყავით კარგად, მაგაზე არც იფიქრო ანა მარია. არც იფიქრო. მე ნოემბერში ვგეგმავ ჩემს რაღაც ერთ რაღაცას ვგეგმავ მეგობრებო, თქვენთან დაკავშირებით. გეგმა მაქვს. ეს გითხარით ადრეც, ამ ბოლოს ვთქვი და კიდევ ვიმეორებ. რაღაც ახალი მინდა, ახალი რაღაცის გაკეთება მინდა, ასე რომ ნოემბერში იმედია გამომივა. არა, არ გამავხელ. არ გამავხელ მეგობრებო. გამორიცხულია. ეს სიურპრიზი აღარ იქნება. მხოლოდ მორიელმა იცის. ეს იცის მხოლოდ მორიელმა. კარგით მეგობრებო, გავაგრძელებ კიდევ ნოემბერი. რა სიახლეებს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში ნოემბერი? შეიძლება დავგვტოვე პირდამჩენილები. რატო ამჩენ პირს? ნოემბერი რა შემოიტანს მეგობრებო? ის რაც ბევრი უსამართლობა იყო თქვენ ცხოვრებაში. ადამიანებიდან ტყუილები, ბოროტული მოქმედებები, ჭორები, ლანძღვა, გინება, უთანხმოება, უსიამოვნება, ღალატი. ის რაც ბევრი აუხდენელი ოცნება გქონდათ, მეგობრებო. ეს ყველაფერი მოვა ბალანსში. ეს ყველაფერი მეგობრებო. ის რომ ძალიან აუტანელი სიტუაცია გქონდათ, ამიდან დაისვენებთ. ისე აღარ იქნება როგორც ადრე. ხალატებიდან, შეცდომებიდან, არეულ-დარეულობებიდან, ბევრი ფიქრი რო გქონდათ, ტვინი რო გტკიოდათ, გონება რო გტკიოდათ მეგობრებო. დაბრკოლებები, აი რაც გქონდათ, აქამდე ეს ყველაფერი დასრულდება. დასრულდა მეგობრებო. დასრულდა. ყველაზე მთავარი რაც არის ის რომ ბალანსში მოხვალთ. ეს ყველაზე მთავარია. აი, როდესაც აქამდე მოხვალთ მეგობრებო, ძალიან ადვილია მერე. გარწმუნებთ. დაისვენებთ. ხო, მეგობრებო. წინასწარ მიყოლება, ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის თუ რა გააკეთოს ხვალ, ამ ადამიანმა იცის იმდენად შინაგანად გრძნობს ყველაფერს, მეგობრებო, ეს ხართ თქვენ, ხო? თქვენ უკვე იცით რა და როგორ იქნება, ამიტომ ეს ადამიანი არასოდეს აღარ ნერვიულობს, არც თქვენ აღარ ინერვიულებთ, ამის თქმა მინდა. აი ზუსტად. ამ ადამიანს ვისი უნდა ეშინოდეს? ამ ადამიანს ეს არის იმპერატორი ქალი. ადამიანის სიტყვა ძალა და მოქმედება. ადამიანი დედა და ბებია. ადამიანი შეიძლება იყოს გათხოვილიც და შეიძლება იყოს გაშორებულიც. ვინ როგორ ხართ ახლა მეგობრებო? თქვენს პოზიციას მოერგეთ. ჩემ შემთხვევაში გაშორებული, მაგრამ პასუხისმგებლიანი, მოსიყვარულე, თავისი ოჯახზე მზრუნველი და გადაყოლილი, აი ესეთები ხართ თქვენ. ხო. ხან ურას უკაცრავად და ეს ორი კარტი მეგობრებო, სასწაულია ერთად. კიდევ რაო. როგორი იქნება? ნოემბერი როგორი იქნება თქვენთვის და რაღაც მნიშვნელოვან ამბავს გაიგებთ. ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან ამბავს მოგიტანთ, ან ადამიანზე, რომელზეც გაიგებთ მნიშვნელოვან ამბავს, ეს იქნება მამაკაცი. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება
ადამიანი, რომელიც არის თქვენზე პატარა, ასაკით პატარა. ადამიანი, რომელიც არის მეგობარი თქვენთვის. ამ ადამიანიდან რაღაც ამბავს გაიგებთ. ნუ ვისთან მამაკაცი და ვისთან ქალბატონი იყო, შეიძლება პირდაპირ მნიშვნელობით მამაკაციც იყოს. ხო. ოღონდ ასაკით პატარა. კიდევ ადამიანს, რომელსაც ძალიან კეთილი განზრახვები აქვს თქვენს მიმართ მეგობრებო. უშუალოდ კარგი ადამიანი თბილი. კიდევ როგორი იქნება ნოემბერი? ხო, აი ნახეთ მეგობრებო. დამშვიდების, სიმშვიდის, ბალანსის, სიხარულის, გამბედაობის, მეგობრობის, სიყვარულის, აღიარების, ღირსების, აი ყველაფრის მეგობრებო დადებითის. აი როგორ დაჯდა ორივე ერთად მეგობრებო. კიდევ როგორი იქნება ნოემბერი? შეიძლება ნოემბერი დარჩეს რაღაც მგზავრობების, სირთულეებთან მგზავრობის. ეხლა ადვილი არაფერი არ არის დღეს რაღაც ზოგი რაღაცები შეიძლება იყოს ადვილი და ზოგი რაღაცები შეიძლება იყოს რთული მეგობრებო. მაგრამ ადვილს თავისთავად ეხლა გადავიტანთ, მაგრამ ის რაც სირთულეებთან არის დაკავშირებული, თქვენ ამასაც ძალიან კარგად გადაიტანთ. ან კიდევ ეს მეგობარი დაგეხმარებათ ამ ყველაფერში, რომ ეს გადაიტანოთ. კიდევ ხო, მეგობრებო. ბევრ თქვენთაგანს კიდევ შეიძლება გამოუჩნდეს ეს ახალი ადამიანი და ამ ახალმა ადამიანმა დაგეხმაროთ. თავისი ენერგიით, აი რაღაც ყურადღებით, რაღაც სითბოთი. ნუ შეიძლება ამ ადამიანმა სიყვარულშიც გამოგიტყდეთ. ნახეთ ქვემოდან რა კარტია. კი, მეგობრებო. ხო. კი ბატონო. რაღაც კრიზისიდან გამოგიყვანოთ კიდევ ამ ადამიანმა. თუ გაქვთ ფინანსური პრობლემები, ეს ადამიანი იმდეს მოახერხებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოგიყვანოთ. ძალიანაც კარგი, კი, მეგობრებო, აი ნახეთ. ცოტა ჯიუტი ადამიანი, მაგრამ ძალიან ავტორიტეტული და ლიდერი ადამიანი, რომელსაც უყვარს ლიდერობა. ხა ბატონო. ეს ადამიანი იქნება თქვენნაირი. სხვათა შორის ერთად ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. ეხლა არ მითხრათ, რომ ძველი პარტნიორია. არა, მეგობრებო, არ არის ძველი. ეს ძველი არ არის. ადამიანს, რომელსაც ყოველთვის ეცოდინება მუშაობა. ურთიერთობაზეც და გამომუშავების მუშაობაზეც მეგობრებო. გულწრფელი ადამიანი, გულწრფელი მეგობრებო. დაუნდაბალი და გულწრფელი. თუნდაც მეგობრული, მეგობარი იყო ეს, რატომაც არა მეგობრებო. ხო, ყველასთან ახალი. არა, მარტო შენთან მორგანა, ყველასთან ახალი. ხო, კიდევ. რა არის ისეთი, რაც მაგალითად შეიძლება იყოს ცოტა ისეთი, რომ რაიმე დაბრკოლება, აი დაბრკოლება. რა შეიძლება იყოს დაბრკოლება ისეთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ და მოდი აქედანვე რომ გაითვალისწინოთ და აი ცოტა რომ შემოუვაროთ იოლ ფორმებში, ადვილ ფორმებში. რა იქნება ისეთი ნოემბერში, თუ იქნება ისეთი რამე? ნეგატივი. მეგობრებო, კითხვის დასმა და პასუხი. შეიძლება იყოს რაღაც ნეგატიური, მეგობრებო, მაგრამ ამას თავი არ დაუხაროთ. ნუ რაღაც შეიძლება გაიგოთ არასასიამოვნო ამბავი, მაგრამ ამას არ შეუშინდებით თქვენ. არა, თქვენ ამას ისე გადაიტანთ, ისე გაუშვებთ, ისე აუვლით გვერდს, მეგობრებო, რომ აი გაგიკვირდებათ. კი ბატონო. მაგრამ ფრთხილად იყავით. ეს შეიძლება იყოს კიდევ, გეტყვით ახლა მეგობრებო, აქ შეიძლება იყოს ისეთი ადამიანებს, რომლებსაც შურთ თქვენი, ადამიანები, რომლებიც ძალიან ნეგატიურად არიან განწყობილები თქვენს მიმართ, აი ესეთ ადამიანებზეც შეიძლება ცოტა სიფრთხილით იყვეთ. განა ვერაფერს დაგიშავებენ, თქვენსაც მაინც ვერ წაიღებენ და ვერ წაკართმევენ, მეგობრებო, ეს თქვენ ხართ. ადამიანები, რომლებიც ესე ადვილად არავის არაფერს არ დაუთმობენ.
კი ბატონო მივესალმები ამ ყველაფერს. თქვენ თქვენს პოზიციაზე ისეთ გახართ, რომ თქვენ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებთ, თუნდაც რომ ვინმემ რაიმე დააპიროს, მეგობრებო. ამის შიში უკვე თქვენ აღარ გაქვთ. მეგობრებო, ერთი წუთით აზლი ჩავსვა. ხო. კიდევ რა? ასე რომ ნოემბერი არის თქვენი სტაბილურობის, არაფრის არ შეგეშინდეთ, არც მოლაპარაკების შეგეშინდეთ, არც შრომის შეგეშინდეთ. ფინანსებზე ვისაც გქონდათ ცოტა დაბრკოლებები, აბატონო, ფინანსები მოიმატებს თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო. ფინანსები მოიმატებს ნოემბერში თქვენთან. დაცულად იგრძნობთ თავს. ფინანსების მატებას ძალიან კარგად იგრძნობთ და ეს ძალიან კარგად აისახება თქვენს სიტუაციაზე, მეგობრებო. მატერიალობა მოიმატებს. დაცულად იგრძნობთ თავს. ვისაც გინდათ ბინი შეძენა, ან ფიქრი გააქვთ, მეგობრებო, აბატონო, ამისთვის რაღაცის დასაწყისის საშუალება მოგეცემათ. კი, ძალა მოგეცემათ, მეგობრებო. კი. ბინა, მემკვიდრეობა, სახლი, მატერიალური სიმდიდრე, ვისაც გქონდათ ფინანსური პრობლემები, მეგობრებო, ამასთან დაკავშირებით არი ნერვიულოთ. გამოგიუმჯობესდებათ ნოემბერში. კი ბატონო, ძალიანაც კარგი. კიდევ ნოემბერი. კი, მეგობრებო, ნახეთ, საფუძველს ჩაუყრით რაღაცას. თქვენივე შრომით რაღაცას საფუძველს ჩაუყრით. ეს იქნება თქვენი შრომით, არა ვინმეს დამადლებული, არა მეგობრებო. თქვენი შრომით. კიდევ ის რომ რამდენადაც ეხლა არ უნდა გაგიკვირდეთ, თქვენი ცხოვრებიდან წავა კიდევ შეიძლება ერთი ადამიანი, კიდევ ერთი ადამიანი. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ეს შეიძლება იყოს რაღაც შეიძლება ნივთიც გადააგდოთ, ის რაც აღარ გჭირდებათ, ან ისე დაალაგოთ სახლი, რომ ისეთი რაღაცები აღმოაჩინოთ, რასაც მოიშორებთ თავიდან თქვენითვე და ეს შეიძლება იყოს კი სამსახურით შეიძლება იყოს და ეს შეიძლება იყოს ადამიანებიც. ნივთები და ადამიანები, რომლებიც თქვენ აღარ გჭირდებათ, ნივთები, რომლებიც უკვე აღარ გესაჭიროებათ და ადამიანები, რომლებიც უკვე თქვენ ცხოვრებაში აღარ მუშაობენ. წასასვლელია და უნდა წავიდნენ, მეგობრებო. კი. ადამიანები, რომლებიც აიგნორებენ თქვენს მომავალს, ესეთი ადამიანები წავლენ თქვენი ცხოვრებიდან. კიდევ ნოემბერი. როგორი იქნება ნოემბერი? ნოემბერი კიდევ რა? აქამდე თუ იყო ცუდი სიტუაცია თქვენი ცხოვრება, ეხლა შეიცვლება კარგისკენ. ტენდენციის შეცვლა, სიტუაციის შეცვლა, ეს შეიძლება შეეხებოდეს ურთიერთობასაც, იმიტომ რომ აქ წერია ურთიერთობაც, ნებისმიერი სიტუაცია, რაშიც იყო ცუდი, ეხლა იქნება კარგი. თუ კი გქონდათ დაბრკოლებები, ეს დაბრკოლებები მოიხსნება, მეგობრებო, და გამოგიუმჯობესდება სიტუაცია ნებისმიერი მიმართულებით. მენა მორიე. ხო, დატოვებთ იმ სიტუაციას, სადაც გქონდათ დაუფასებლობა, დანაკარგები, საიდანაც გქონდათ დანაკარგები და ადამიანები, რომლებმაც შეგიყვანათ ენერგეტიკულად დანაკარგებში. ყველაფერი გამოუკეთდება, მეგობრებო. აქედან უკვე იგრძნობთ ნოემბრის თვიდან უკვე იგრძნობთ უკეთესობას. ხო. არი ნერვიულოთ.
აი რა ვქნა. უნდა ვთქვა რაც არის. აი მეგობრებო. ნახეთ. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი. ცოტა რაღაცნაირი უცნაური, მაგრამ პასუხისმგებელი. ადამიანთან გექნებათ აუცილებლად ბალანსი. ეს ადამიანი დაგეხმარებათ რაღაც იდეების განხორციელებაში. ეს ადამიანი არის სტაბილური. იმპერატორი. ადამიანს, რომელსაც აქვს თავისი დანაზოგი და სტაბილურად არის თავის ცხოვრებაში. ძალიან ავტორიტეტული. ლიდერი. ესე შეიძლება იყოს მამა და ბაბუა. ამ ადამიანს აქვს რაღაც პასუხისმგებლობა აღებული, თავისი წილი მის ცხოვრებაში, თუმცა სტაბილურად არის იქ, სადაც არის. მე ვერ გეტყვი სხვა დანარჩენს აქ. ხო. უბრალოდ სიტუაციას ამბობს. კიდევ რაო. ნოემბერი. აი ხო გეუბნებით. ის რაზეც ინერვიულეთ, ის რაზეც ამდენი იბრძოლეთ და დღესაც ბრძოლობთ. ბევრი თქვენთაგანი რაში ხარჯავს ენერგიას და ვინ რაში მეგობრებო, ხო? თქვენ მოგეცემათ იმის შანსი, რომ თქვენი სიტუაცია გამოსწორდება მეგობრებო. კი. ისევ თქვენივე ბრძოლით. გეუბნებით. უმეტესწილად თქვენივე ბრძოლით. თქვენ უკვე იმდენად ხართ მიჩვეული ამ დამოუკიდებელ ცხოვრებას და აი იმდენად უკვე აღარ გინდათ სხვისი არაფერი. სამყარო გაძლევთ იმის შანსს, რომ თქვენი ცხოვრება თქვენივე ხელით გამოასწოროთ მეგობრებო. თუნდაც პარტნიორულად. არ მინდა ეს ადამიანი და მინდა ახალი, всё. დამთავრდა. აღარ მიიღებთ წარსულს და დაელოდებით ახალს. ანუ შედარება გავაკეთე ჩემო ძვირფასებო. კიდევ. ხო, აი განოლება. განოლება მეგობრებო. სიტუაციის განოლება, ცხოვრების თავიდან დაწყება. მოკლედ. ხო, ამ ყველაფერს შეხედავთ, იცით როგორ თითქოს და აი რო უკვე აღარ გედარდებათ და გააგრძელებთ თქვენ ცხოვრებას ნულიდან თავიდან მეგობრებო. ხო, გეუბნებთ თქვენთვის უკვე რთული არაფერი აღარ იქნება. ხო. გამოსავალია ზუსტად ეს. კიდე ახალი საწყება. ნოემბრის თვე გააქვთ ყველაფერზე დაფიქრების და ყველაფრის გაანალიზების და ყველაფრის თავიდან დაწყების, ახალის დაწყების მეგობრებო. შესაძლებლობა გეძლევათ, რომ სიახლეებით დაიწყოთ ყველაფერი. ძალიანაც კარგი. ხო, იმიტომ რომ იმდენად დაღლილები ხართ უკვე. აი მეგობრებო. აი რატო ხართ ესე? აი რატო ხართ ესე? ტრანსფორმაცია, თქვენც ხართ ტრანსფორმაციაში მეგობრებო. თქვენი ცხოვრება ისეთი აღარ იქნება როგორც ადრე. სულ სხვანაირი. აი რო ვერ წარმოგიდგენიათ ისეთი იქნება. შეიძლება ბევრი გაოცდეს. კი. ნახეთ ქვემოდან რა კარტია. რა გელოდებათ ნოემბერში? გელოდებათ ის. ყველაფერი კარგი. ბრძოლა მანამ სანამ არ მოიპოვებთ თქვენსას, თქვენ წილ ბედნიერებას. სამაგიეროდ ამ ტრანსფორმაციიდან მეგობრებო, ეს ტრანსფორმაცია არის ბრძოლის
დასასრული. აი ზუსტად ამ ტრანსფორმაციიდან პირველი კარტი, ტრანსფორმაციის შემდეგ პირველი კარტი არის გახარება, დასვენება, ბედნიერება და არდადეგები. ამდენი ბრძოლის, ამდენი შრომის, ამდენი დაბრკოლებების, ამდენი უბედურების, ამდენი ცრემლების, გოდების, წვალების, ტანჯის, ჯოჯოხეთის შემდეგ ბოლო-ბოლო ამოისუნთქებთ მეგობრებო. გრიალის დროა და აი ზუსტად მაგი უნდა ვიგრიალო ხა ერთი კვირა რო გავალ მეგობრებო. არ ფიქრობ მუშაობას. ნოემბერი. უძილობა რო ქონდათ მეგობრებო, ახლა დაიძინებთ. რამდენი ღამე გაქვთ გათეული? ფიქრში, დარდში, ცრემლებში. რამდენი ღამე გაქვთ გათეული მეგობრებო? აი ახლა დაისვენებთ. ამდენი ტკივილის შემდეგ, ამდენი განცდის შემდეგ. დარჩება მოგონებებში მეგობრებო. ყველაფერი დარჩება მოგონებებში. თქვენთვის ახლა ეს გაუგებარია როგორ, მაგრამ აი ნახავთ. ანუ თქვენ ახლა როგორ ხართ იცით? მიდიხართ, მაგრამ სად მიდიხართ არ იცით. ანუ თქვენ ცხოვრებას მიყვებით. მაგრამ საით მიდის არ იცით. და აი ზუსტად რო არ იცით, მანდ ვართ მეგობრებო. აი ესაა ზუსტად სწორი გზა, რო არ ვიცით და მაინც მივდივართ. აბა რო ვიცოდით, ის გზა უკვე გავლილი გვაქვს და ვიცით რაც იყო იქ. იქ აღარ გვინდა, ხო? ხო აღარ გვინდა. მე აღარ მინდა და თქვენი არ ვიცი. ამიტომ ამ გაუგებარ გზაზე ახლა რომ მივდივართ და სად მივდივართ არ ვიცით. აი მანდ ვართ სწორ გზაზე მეგობრებო. ხო. აი ესაა ზუსტად სწორი გზა. რო არ ვიცით. ნოემბერი. დასასრული. კოშკი. ყველაფრის დასასრული. ცხენით თან, კი. ყველაფრის დასასრული. ნახეთ ქვემოდან რა კარტია მეგობრებო? აი ესე. მოჭრით, მოკვეთავთ და გაუშვებთ ყველაფერს. აი უმაგრესია დედასფიცა ვარ. აი აქამდე რომ ნაბიჯებს ვერ დგამდით. რაღაცის რო გეშინოდათ, რაღაცა რო გაბრკოლებდათ, ცალიფეხით რო იყავით დამბული, ცალიფეხით გინდოდათ წასვლა, გაორება გქონდათ, რა გქონდათ, არ ვიცი მეგობრებო, ჩემი სიკეც არ იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი აი დაასრულებთ. დაასრულებთ მეგობრებო, კი. კიდევ რაო, რა იქნება ნოემბერში? ქურუმი ადამიანები მეგობრებო, მაგარია. რა იქნება? ეს არის ძალიან მაგარი. აი ნახეთ. ადამიანებს, რომლებსაც უკვე ღრმა ცოდნა გაქვთ. ადამიანებს, რომელსაც უკვე მეტისმეტად აი სულიერად მაღალ ვიბრაციებში ხართ, მეგობრებო. ადამიანები, რომლებიც უკვე უფალთან ახლოს ხართ. ამის თქმა მინდა და ადამიანები, რომლებიც ყველაფერს თავიდან იწყებენ. ეს არის თავიდან დაწყება, ახალი წიგნი, ახალი ფურცელი. ახალი ფურცლიდან იწყებთ ყველაფერს. ეს თქვენ ხართ. ხო. ის რაც აქამდე პარტნიორულ ურთიერთობაში, თუ მეგობრულში, თუ მეზობლურში, ეს იყო ურთიერთობა და ეს პარტნიორობა, რომელიც იყო მანძილზე მეგობრებო,
ამ სიტუაციამ ძალიან გამოგაცალა ძალა. პლატონური მეგობრობა, ურთიერთობა, სიყვარული, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა და ურთიერთობა, მოკლედ რო ვთქვათ. ეს იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ურთიერთობა მანძილზე. არ ვიცი ხა ვისთან როგორ, მაგრამ ზოგი შემთხვევაში კი, უმეტესწილად კი, ამა გაგანადგურათ. კი მეგობრებო, ეს იყო რომ ზუსტად ამ სიტუაციამ შეგიშალათ ყველაფერში ხელი. ამ სიტუაციამ ზუსტად შანსი წაგართვათ. კიდევ სამყარო და ქვემოდან განქორწინება. მეგობრებო, ეხლა ვიტყვი ერთ რაღაცას. ეხლა რამდენიმე შეიძლება ვთქვა. პირველი, ის რაც მოხდა თქვენ ცხოვრებაში და ხდება, ეს ყველაფერი არის სამყაროს გადაწყვეტილება, რადგან ის რაც არის თქვენ ცხოვრებაში, თქვენ ცხოვრებას უკვე აღარ ემსახურება, თქვენს მომავალს, თქვენს წინსვლას აღარ ემსახურება. თქვენ თუ კი იმყოფებით ურთიერთობაში და ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს ოფიციალური. აქ მოხდება განქორწინება, სადაც უკმაყოფილება გაქვთ. ან თუ კი ფიქრობთ განქორწინებაზე, მეგობრებო, განქორწინდებით. ხო. თუ გინდათ ურთიერთობის დასრულება, განქორწინებამდე, გეუბნებით, რომ აქ იქნება განქორწინება, თავისუფლდებით ამ მოვალეობიდან. იმიტომ რომ ეს თქვენ აღარ გემსახურებათ. და ამ ყველაფრიდან განკურნება ავადმყოფობიდან, განკურნება მიჯაჭვულობიდან, განკურნება ცუდი მავნე ჩვევებიდან. თუ ვინმეს გინდა ციგარეტზე თავის დანებება, ჩემი არ იყოს მეგობრებო, მე დავანებე უკვე. ეხლა გააქვთ ნოემბერში გეძლევა ჩანსი, რომ დაანებოთ მავნე ჩვევებს, დასალევს, რაღაცების აკვიატება თუ გიყვართ, ან რაღაც როიტყვიან წიკები თუ გააქვთ, აი რაღაც, არ ვიცი ვის რა და ვის რა. ამ ყველაფრიდან თავისუფლდებით. დასალევიდან, მავნე ჩვევებიდან, მიჯაჭვულობიდან, ყველაფრიდან თავისუფლდებით. ქორწინებიდან თუ გაქვთ ამის სურვილი. აბატონო, ვისაც შეტანილი გაქვთ საბუთები? ხო, განქორწინებაზე, გეუბნებით რომ დადებით პასუხს მიიღებთ. განიკურნებით ყველანაირი, თუ კი რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ. ესე მეუბნება კარტი მეგობრებო. ვის რისი პრობლემა გაქვთ, ვის ჯანმრთელობის, ვის ფსიქოლოგიური, ვის მორალური, ვის რა და ვის რა. ყველაფერი ეს ამ ყველაფრიდან განთავისუფლდებით. კი ბატონო. კიდე. ეხლა არ ვიცი ვკითხო თუ არა კარტს, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, მაგრამ თუ იტყვის თავისით, მეგობრებო, მე აუცილებლად გეტყვით. რჩევის სახით თუ კი გეტყვით კარტი რამეს, მე აუცილებლად გეტყვით. ხო, აი ნახეთ, აი ვახსენე ადვოკატი და განქორწინება. მეგობრებო, თუ კი გააქვთ რაღაც პრობლემები საბუთებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა, ეს შეიძლება იყოს ადვოკატი, ექიმი, ნეიროპათოლოგი, ფსიქოლოგი, აი ექიმი, ექთანი, არ ვიცი, ვის რა პრობლემა გაქვთ. საბუთების პრობლემა, ამ ყველაფერს მოაგვარებთ. არი ნერვიულოთ. ამის შესაძლებლობა გეძლევათ ნოემბერში, სამყაროს დახმარებით. იმიტომ რომ თქვენ იმსახურებთ ამ ყველაფერს. მეგობრებო, დედასფიცა ვარ. დედასფიცა ვარ თუ არ დამაყარა ტანზე. დამბურძგლა მეგობრებო. ვის რა პრობლემა გაქვთ? დამბურძგლა ხელზე მეგობრებო. ვიღაცას მაგარი პრობლემა აქვს. ვისაც სასამართლოში გაქვთ საქმე მეგობრებო. ვისაც განქორწინებაზე საქმე გაქვთ. ვისაც მოგება გინდათ. იცოდეთ რომ მოიგებთ. დამბურძგლა ღმერთო რა არის? გამაცივა ტანში მეგობრებო.
კიდევ ნოემბერი. ხო, აი განქორწინებით დასრულდება. აი რა ვქნა მეგობრებო. ცოლქმრობა დასრულდება განქორწინებით. ეს მათ, ვისაც პრობლემები აქვს და ვისაც სურვილი აქვს და ვისაც უკვე აღარ უნდა ესეთი ოჯახი. ეს იმათთან. ვისაც განქორწინებაზე საბუთები აქვს შეტანილი მეგობრებო. განთავისუფლდებით ამ ყველაფრიდან. კიდევ არასტაბილურობის შიში არ იქონიოთ. არ იფიქროთ რამეზე, რომ რამე არ იქნება ისე, როგორც თქვენ გინდათ. მეგობრებო, წასასვლელი და დასასრულებელი უნდა გაუშვათ. არ ინერვიულოთ. გულში შიში არ ჩაიდვათ. ყველაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ და გესაჭიროებათ. არ იფიქროთ ფინანსურ პრობლემებზე. არ იფიქროთ ზოგადად მატერიალურ პრობლემებზე. არ იფიქროთ იმაზე, ვაიმე მე ახლა ქმარს გავშორდები და რა მეშველება, ან ცოლს გავშორდები და რა მეშველება. გეშველებათ უშველებელი მეგობრებო. ხო. კიდევ რაო? ხო. არ ინერვიულოთ, მეგობრებო. აქ შეიძლება ახლა კიდევ ესეთი რაღაცა მომივიდა. აი მაგალითად არ ვიცი ვისთან, მაგრამ ალბათ ვიღაცასთან საჭიროა რო ვთქვა ახლა რომ გაიგონოს. თუ კი თქვენი პარტნიორი მეგობრებო, არის ურთიერთობა, ცოლქმრობა, სადაც არის გაუგებრობა, ხო? და თქვენს პარტნიორს უნდა წასვლა და თქვენ არ გინდათ რომ წავიდეს. მეგობრებო, არ ინერვიულოთ არც ამაზე, გაუშვით ეს ადამიანი მეგობრებო, გაუშვით. არ ინერვიულოთ, არ ჩაიკეტოთ. გაუშვით. წასვლა უნდა, გაუშვით. ხო? ჯერ ერთი ის რომ წასასვლელი მაინც წავა. ხო. ჯერ ეს ერთი წასასვლელი მაინც წავა, წასვლის კარტია. ეს ერთი. და მეორე ახლა ვიტყვი მეგობრებო. ძალიან კარგ ამბავს ვიტყვი. გეუბნებით თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი. ნახეთ. ვინც ელოდება ახალს. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელთანაც გექნებათ ოჯახი, რომელთანაც გეყოლებათ ბავშვი, რომელთანაც გექნებათ ოჯახის სრული პაკეტით. აი ზუსტად ეს ის არის, რაც ევედრეთ უფალს. ვინ რა ევედრეთ უფალს? აი ის გისურვდებათ მეგობრებო. ნახეთ? ხო. აქ შეიძლება იყოს ასაკით პატარა ადამიანი, მაგრამ არა უშავს. რაღაც სხვაობა. პატარა სხვაობა მეგობრებო. ხო. აი მეგობრებო. ოღონდ ერთი გაფრთხილება გააქვთ. სულიერად არ დაეცეთ. ვიცი რომ არ დაეცემით, მაგრამ რადგან ამოვიდა უნდა გითხრათ. უბრალოდ ფანტაზიებში და ილუზიებში ნუ მიეცემით. რეალურები იყავით. რეალურად შეხედეთ ამ ყველაფერს მეგობრებო. არ იფრინოთ ღრუბლებში. ზოგადად ეცადეთ რომ ადამიანებს არ მიეჯაჭვოთ, ესა გაფრთხილება. ხო. ესაა მეგობრებო. ძალიან კარგი ურთიერთობა შემოდის თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ მაინც გაფრთხილებთ კარტი რომ ილუზიებში არ შეხვიდეთ. და კიდევ გეუბნებათ კარტი. გარეგნულად ადამიანს ნუ შეაფასებთ. შინაგანად იყოს მთავარია სულიერად კარგი. ხო. ხოლოდ გარეგნობას ნუ შეხედავთ, გარეგნულად როგორია. ანა მარია, მაიმუნივით სიმპათიური უნდა იყოს ადამიანი.
ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მართლაც ძალიან კარგი გაშლა გამოვიდა დღეს, მადლობა უფალს. ნოემბერი არის ძალიან კარგი, მეგობრებო. ნოემბერის შემდეგ მოვემზადოთ კიდევ მერე დეკემბრისთვის, რაც მე ძალიან მიყვარს. ნოემბერი ცოტა რთულია ჩემთვის და ისეთი მძიმეა, მაგრამ ახალი წელი მაინც მიყვარს. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო ტაროს დასტა დღეს ჩვენთვის. ძალიან მიყვარს ეს ტაროს დასტა და რა გავაკეთო? აი რა გავაკეთო, რაც არ უნდა დასტები შევიძინო, მაინც ამით უნდა გავაგრძელო მოღვაწეობა, მეგობრებო. გარწმუნებთ ძალიან დიდი ენერგია აქვს, ძალა აქვს, მეგობრებო. ძველის ძველი კარტია და იმიტომ. ძველის ძველი ტაროა, მეგობრებო და იმიტომ. ძიმე კარტია, ძიმე დასტაა. ხელში სატარებლათაც ისეთია ცოტა მსხვილი და ისეთია, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან კარგი ინფორმაციები მოდის აქედან. ჩემი გადასახედიდან ახლა თქვენი არ ვიცი. რომ შემეძლოს კიდევ შევიძენდი ძალიან ბევრს ამას. ალბათ იმდენ შევიძენდი, რომ მთელი ცხოვრება მყოფნოდა. ხო. მოკლედ მეგობრებო, ნოემბერი ძალიან კარგი რაღაცები გველოდება ნოემბერში. ასე რომ არი ნერვიულოთ. ყველაფერი წინ გვაქვს მეგობრებო. წლის ბოლო ახლოვდება, ახალი წელი ახლოვდება, სურვილების დრო ახლოვდება, ამიტომ ძალიან ბევრი რაიმე ჩაიფიქრეთ მეგობრებო, რატომაც არა. ასტრაბარათებს მინდა მკითხვა ეხლა მაინც. ნოემბერი. ხო. ასტრაბარათები რას გვეტყვიან ნოემბერთან დაკავშირებით? მეგობრებო, ნახეთ. მეგობრებო, ნახეთ. აი მეგობრებო, ნოემბერი სიძლიერის, სიკაშკაშის, ხვავის, სპილო ხვავის და ბარაკისა, მეგობრებო, ვიცით. აი თქვენი ნოემბერი, მეგობრებო. სპილო, ძლიერესები, უჭკვიანესები, და რა ვქნა, მეგობრებო, რა ვქნა, ძალიან მაგარი დასტა. ესეც. ეს არის იმპერატრიცა. ეს არის იმპერატორი ქალი. ეს არის ზოდიაქოთი ცეცხლის ადამიანი. ხო. ცეცხლი. ზოდიაქო. ბევრი ლომი იყვეს. შეიძლება იყოს ხო, ლომია რა თქმა უნდა, ეს არის ლომი, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ცეცხლის ტიქია, ლომი, ლომზე უკეთ ბევრი არის კიდევ, მაგრამ პირველი არის ლომი. ასე რომ ჩემო მეგობრებო, მაინც არ მიეჯაჭვოთ და არ გამინაწყენდეთ, ზოდიაქოზე არაა დამოკიდებული, შეიძლება ეხლა იყოთ ცეცხლის ტიქიაში, ენერგიებში, თქვენი ენერგია ნოემბერი, თან სასწაული თვეა, მეგობრებო, დედასფიცა ვარ. სასწაული თვეა. აი ნახეთ, აქაც ფარაონი ხატია. ხედავთ ხო, მეგობრებო? ხედავთ ხო? ხედავთ ხო, მეგობრებო, რა ხატია? ხო. აი მეგობრებო. ეს ხატია აქაც. ეს ასტრაბარათებიც ძალიან მაგარი დასტაა. ასე რომ ჩემო მეგობრებო, ნოემბერის თვე არის ხვავის ბარაქის, სიძლიერის, ენერგიის, გამოჯამრთელების, ბრძოლის, შედეგების, უკანარდახევის, პირიქით წინ და წინ, სიძლიერე მეგობრებო, რაც მთავარია და მზის ენერგიები, აი ისეთი ძალა და ენერგია მომდის ეხლა წინასწარ ნოემბერში თქვენთან მეგობრებო, რომ სასწაული თვე გელოდებათ.
Რაღაცის გასაღებს დაიკავებთ ხელში, მეგობრებო. ვინ ბინის, ვინ მანქანის, ვინ ცხოვრების, ის რასაც აქამდე ვერ მოარგეთ, ამ გასაღებს მოარგებთ თქვენ ცხოვრებას, მეგობრებო. აი რა, არ ვიცი, არ მინდა გაფუჭება ამ ყველაფრის. ნოემბერის თვე იქნება თქვენთვის ძალიან კრეატიული. აი რაღაც ნიჭს გამოიყენებთ ამ თვეში. არ ვიცი ვის რა ნიჭი გაქვთ, მაგრამ ბოლო-ბოლო გადაწყვიტავთ, რომ რაღაც ნიჭი გამოიყენოთ. რაღაც შესაძლებლობები გამოიყენოთ, შანსი გამოიყენოთ, მეგობრებო. ვის რა გაქვთ და ვის რა. დააკვირდით უბრალოდ. ჩემს ნათქვამზე მიხვდებით მე რასაც ვსაუბრობ. ყველა თითოეული თქვენგანი მიხვდება მე რასაც ვსაუბრობ. თუ თქვენს გულს მოусმენთ და თქვენს გონებას დაუკავშირებთ, მეგობრებო, ძალიან კარგად იცით, რასაც ვსაუბრობ მე. მოცნებებში არ იფრინო მეთქი წეღავთქვი მორიელმე და შენ ახლა გააგრძელე, მოიხსენი ვარდისფერი სათვალე ღამე ან მორიელი. არ გარგია. ძალიან ბევრი თქვენთაგანი ძალიან ბევრ შანსს გამოიყენებს ნოემბერში. ძალიან ბევრი შესაძლებლობა გეძლევათ, მეგობრებო, ძალიან ბევრი შანსები გეძლევათ და აუცილებლად გამოიყენეთ. ეცადეთ არც ერთი მათგანი არ დაკარგოთ, არ გაუშვათ. ძალიან ბევრი აბგდუებზთუ ანბანის და მიხედვით. ეს შეიძლება კიდევ იყოს ადამიანების შემოსვლა თქვენ ცხოვრებაში. ხო. კიდევ იქნებით ბალანსში. ბალანსი, მეგობრებო. რაც მთავარია ბალანსი. ხო. კიდევ რა? ნოემბერი. ასტრაბარათების ნოემბერი. რაღაცას კიდევ ცოტას იცუღლუტებთ. თქვენ სიეშმაკეს ჩართავთ, რატომაც არა, მეგობრებო. ვიღაცა რაღაცას დაწერს, ვიღაცა რაღაცას გადაწყვიტავს, გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიღაცა ხელს მოაწერს რაღაც საბუთებთან დაკავშირებული, მეგობრებო, კარგად დააკვირდით ხელს, რასაც მოაწერთ. ეს შეეხება საბუთებს, უეჭველი, აქ საბუთები არის. ეხლა ვის რა საბუთები გაქვთ, მაგი მე არ ვიცი, მაგრამ აი წეღა რო თქვი, თუნდაც განქორწინების საბუთები, თუნდაც ქვეყნის საბუთები, რაღაცის საბუთები, მეგობრებო, თუ ემიგრაციაში ხართ საბუთები. აი ჩემზე მაგალითად ეს ჩემია. ამ ყველაფერზე კარგად დააკვირდით ხელს, რაზე მოაწერთ. გაწერის იქნება თუ დათანხმების იქნება, ყველაფერს კარგად დააკვირდით, მეგობრებო. გაფრთხილებაში მიიღეთ. კიდევ ერთი კარტი. ნოემბერი არის ის თვე, სულიერება. თქვენ ხართ ოქროს ხელება ადამიანები. თქვენ ხართ ოქროს გულის ადამიანები. თქვენ ხართ ადამიანები, ხო, ნუ ამ კარტსაც აღწერ, მეგობრებო. თქვენ ხართ ის ადამიანები, მეგობრებო, რომლებსაც ბუნება უყვარს, სამყარო უყვარს, ყველაფერი უყვარს ბუნებასთან დაკავშირებით. ხო, თქვენ რო გქონდეთ ჯადოსნური ჯოხი, მეგობრებო, ხო? მაგალითად აგერ ახლა უყურეთ, რომ შემოგთავაზოს ვინმე ახლა სამყაროდან, რომ გქონდეთ ახლა ჯადოსნური ჯოხი, მეგობრებო. თქვენ ამ ჯადოსნურ ჯოხს არ აიღებთ. იმიტომ რომ ისეთი ოქროს ხელები გაქვთ, თქვენი ხელით გააკეთებთ ყველაფერს. დედასფიცა ვარ. თქვენ არ გჭირდებათ ეს ჯადოსნური ჯოხი, იმდენად გწამთ უფლის. თქვენ ყველაფერს გააკეთებთ თქვენი ხელით, თქვენი შრომით. ეს ერთი. ხო, შეიძლება კიდევ ვითქვას ისიც, რომ ნოემბერში ვიღაცა რაღაცას წამოიწყებს უეჭველი. ეჭვგარეშეა. ვის რა ქონდათ დაგეგმილი, მეგობრებო, აბატონო, ნოემბერი. ეს არის ჩემთვის პატივისცემის ანუ
ეს კარტი არის ცხრიანი არის ამ დასტაში პატივისცემის. ანუ იმას თუ დავაკვირდებით, აქ ხა ადამიანი რასაც აკეთებს, არის ის, რომ თქვენი თავის პატივისცემას უფრო მეტად დააფასებთ ნოემბერში. მეგობრებო, ამის თქმა მინდა. ხო. აი ესაა და ეს. თქვენ მიხვდებით, რომ როგორ ყვარებიათ თქვენი თავი და ბევრი თქვენთაგანი დადგება სარკის წინ ნოემბერში და მაშინ გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები, ზუსტად ეხლა რასაც ვამბობ და საკუთარ თავს ასე ეტყვით. ყველაფერ კარგს იმსახურებ. თუნდაც ამ გვირგვინს, რატომაც არა. ხო. აი მეგობრებო, ამ ყველაფერს გაიხსენებთ. რომ რაღაც უნებურად დადგებით სარკის წინ, ამ სიტყვებს ეტყვით, საკუთარ თავს თქვენ და უნებურად, ეს დაგეგმილი არ იქნება. რაღაცას ისეთ შეამჩნევთ საკუთარ თავს სარკის წინ, მეგობრებო, რაღაცას შეამჩნევთ და ისეთ რაღაცას ეტყვით საკუთარ თავს. აი რო ეტყვით, ან შეიძლება არ უთხრათ, მაგრამ გაიფიქრებთ, ჩემი სიტყვები გაგახსენდებათ. კი, გეფიცებით. ეს იქნება იმის დასტური, ზუსტად, რომ აქ ხსენებული ყველა სიტყვა თქვენ ცხოვრებაში უკვე იმ წუთას დაიწყებს უკვე მოქმედებას. გამაცივად ანში მეგობრებო. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ აი ამ წუთიდან ყველაფერი შეიცვლება თქვენ ცხოვრებაში უკეთესობისკენ. ან უკვე შეიცვალა, ეს იქნება ნიშანი, მეგობრებო, ნიშანი. თქვენი ამ ყველაფრის გაფიქრება იქნება ნიშანი. სასწაული გაშლა დღეს, დედას ფიცავარ. მადლობა უფალს, რომ მე ამ ყველაფერს ვაკეთებ. მადლობა უფალს, რომ მე ეს შემიძლია და მე ამას ვაკეთებ. გეფიცებით, მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ თითოეული საჯარო თუ საჯარო გაშლა თუ ლაივი ჩემზე როგორ დადებითად ისახება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მე მსიამოვნებს ის, რასაც ვაკეთებ. დედა, გამაჟრიალა ტაში. გამაჟრიალა ტაში. გაიხარე ანა მარია, მე რასაც ვხედავ აქ და ვგრძნობ, იმას ვსაუბრობ მეგობრებო. შვილს გეფიცები თუ ერთ სიტყვას ვამატებდე. მორიელმა, მეგობრებო, 2 დღის უკან დამისვა შეკითხვა. ლაივში სულ სხვანაირი ხარ და პირადში სულ სხვანაირიო. მორიელი იყო ასე? მორიელმა დამისვა კითხვა ზუსტად. აი, მართლა ხედავ იქ რაღაცებს, იქ ძალიან სხვანაირი ხარო, იქ არ ხარ ისეთი, როგორც ხარ სინამდვილეში. ანუ მეგობრებო, მე აქ რომ შემოვდივარ თქვენთან, მე საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ, დედას გეფიცებით. ეს გამორიცხულია, რომ მე რამე მოვიგონო აქ. თუ დააკვირდებით ჩემს თითოეულ საჯარო გაშლას თუ ლაივს, არც ერთი არ გავს ერთმანეთს მეგობრებო. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მე ამას არასოდეს არ დავანებებ თავს. უფალთან მიყვარს სიმართლე. არ ვიცი რა უნდა მოხდეს მეგობრებო, რომ მე ამ საქმეს შევეშვა. მე რასაც ვაკეთებ, ამას ძალიან მიყვარს და ძალიან მოდი ასე ვიტყვი, მამშვიდებს. ხო.
ასე რომ ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას. დაე, თქვენი ცხოვრება შეცვლილი იყოს 360 გრადუსით უკეთესობისკენ. არ ვიცი ანა მარია. არაფერი არ ვიცი. ზეგ გავდივარ, ზეგ არ ვიცი როგორ მოვალ თქვენამდე. ზეგინდელი არ ვიცი. დედა რა გქნათ, ესეც არ შეიძლება. არ შეიძლება მიჯაჭულობა ესეთი, ამ ყველაფერზე დამოკიდებულება არ შეიძლება ანა მარია. ცოტა ხანი რაღაცაზე გადააყოლეთ გული მეგობრებო. ხო, ნუ არა უშავს. ნახოთ მეგობრებო, არ ვიცი წინასწარ, ნახოთ. არ ვიცი როგორ ას მოვახერხებ, მაგრამ ნახოთ. მოკლედ მშვიდობიანი ღამე ყველას. და აქ თქმული, აქ გაჟღერებული ყველა სიტყვა სასიკეთოდ მოსული იყოს თქვენამდე და აგეღოთ მეგობრებო სასიკეთოდ. რამდენადაც მე მემეტებოდეს თქვენთვის, იმ სიკეთით დამიბრუნდეს უკან მეგობრებო. აი ასე. ასე რომ ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი იქნება ისე, როგორც უფალს უნდა და ჩვენ გჭირდება, ჩვენთვის უკეთესი. აი ისე მეგობრებო. რაც არ გუკლავს, გვაძლიერებს. რაც არ ხდება, ალბათ უკეთესი გველოდება. ალბათ არა, უკეთესი გველოდება. რაც არ ხდება მეგობრებო, ალბათ ასეა საჭირო. ხო. ამიტომ გემშვიდობებით ყველას. მშვიდობიანი ღამე, ბედნიერი დილის გათენება. და სულ წარმატებული გზით გევლოთ მეგობრებო. აბა დროებით, ხვალამდე. მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას. გამარჯობა, ნახვამდის. მიტევეთ, მაგრამ უკვე გემშვიდობებით. აუცილებლად ავტვირთ ვიდეოს YouTube-ზე მეგობრებო. ვინც არ იცით, YouTube გვერდი, აქვე გადმოდით ჩემს გვერდზე და იქვე ნახავთ ლინკს მითითებულს. დაკლიკავთ და უცებ გადახვავთ. კითხვაზე პასუხები არ მაქვს, მაპატიეთ და უნდა დაგტოვოთ ჩემო ძვირფასებო, ასე რომ აბა დროებით ხვალამდე. უღრმესი მადლობა ყველას.